ამ ვიდეოში ისევ 3-2-ზე ვარიანტს გაჩვენებთ, თავდასხმა 3 იქნება, დაცვა 2, ნენელა უფრო სათამაშო სიტუაციასთან მიყვავს და ადგილზე აგიხსნით თუ რომელი ვარჯიშები გვექნება დღეს. ამ შემთხვევაში გვყავს 2 ინსაიდი და ხაზის მოთამაშე. ხაზის მოთამაშე ამოდის, იღებს ბურთს, მხოლოდ პირველი პასის შემდეგ მას თვითონ არ შეუძლიათ ყორცნოს კარებში. აუცილებლად პარტნიორი უნდა განთავისუფლდეს, მიიღოს ბურთი, ამის შემდეგ კიდე ნებისმიერი გადაცემის შემდეგ, ვინც არ უნდა მიიღოს ბურთი, ყველა შეუძლია კარებში ყორცნო. ამ უკანასკნელ ვარჯიშზე 3-2-ზე თავდასხმელები უტევდნენ და ბურთი გამოქონდა მეკარეს. მეკარეს შეეძლო ნებისმიერ უკანა ხაზზე გამოეტანა ბურთი და რომელზეც გამოიტანდა, მას უნდა დაეწყო შეტევა. თავარი იყო ისევე როგორც წინა ვარჯიშებზე, უპირატესობა შეექმნათ და თავისუფალ მოთამაშეს დაერტყა კარებში.